თემური ყვებოდა რომ ბაბუა დაგვაჯენდა და გვიყვებოდა აი ქათამაძეები ვართ ჩვენ ბებია ჯინჭარაძე ყავდა და თვითონ აი ბებიას აღმერთებს ბებიამ გამზარდაო ბებიამ მასწავლა ქართული ენა დიახ თურქეთში რა თქმა უნდა ბებიამ იმზადებდა ქართულ კერძებს და ესე იგი თუ შემადარა ბებიას რამდენჯერმე თქვა რომ ის საჭმელი ბებია რომ მიკეთებდა ისეთვე ეს არის უმაღლესი დონის კომპლიმენტი ამბავს ბავშვები რო გარდაიცვალნენ. ქრისტინე ბიაძე 34 წლის არის. 4 შვილის დედაა, თუმცა 2 ტრაგიკულად დაეღუპა. სოციალურად დაუცველმა დედამ, რომელმაც შვილები 5 წელი უკიდურესი გაჭირვების გამო მინდობით აღზრდაში გაუშვა, ელექტროენერგიის 50 ლარი ვერ გადაიხადა. როგორც თავად ამბობს, დავალიანება ერთი დღეც არ აპატიეს. ბავშვებმა ბნელ სახლში სანთლები აანთეს და აქედან იწყება ჯოჯოხეთი. ანგარიშის ნომრებია მთელი გადაცემის განმავლობაში სიუჟეტსა და თუ თქვენ ამ ანგარიშის ნომერზე ჩერცხოთ, იცოდეთ ეს დედის ანგარიშის ნომერია და მას დაეხმარებით. ხამოხთვის ქალი აქედან რატო გადავიდა? ხაობა გასაგებია. რატო აღარ უნდა მოხედვა ქალს? მოцаც ორი შვილი დაეწვა. სიტყვი ღმერთთან ისენანება ჩემთვის და ჩემი შვილები წაყვანა არ დაენან. ვის რა დაუშავეს ასე ხანმოკლე რატო 7 წელი რა არის 2 წელი წლის გაატარეს ბავშვებმა ჩემს გვერდით მე ერთი ის მგონია რომ მაღაზია რაღაცა ვიცის მადლობა. ეს
ეს ვისი სახლია? ესეც იქირავეთ? და ამიტომ ბავშვების სახლში და მე ვფიქრობ სახში ბავშვებს. ბავშვებს აყავთ იმ შესაძლოა ისიც და ისინი თუნდაც მე დაიწყო სკოლა რა თქმა უნდა. ბავშვები როგორ არიან ახლა? ხელს გავიხატოთ. გამარჯობა. გამარჯობა, რა ხარ? აი, საყვარლებო რა შობით? რა კარგ გარემოში ხარ? კარგი სახლია, სიფოა. ქონა ხოთ და მომსა. აი, თუ შეიძლება რომ დაჭრეთ. ჩვენ ბავშვები და ბავშვები შეიძლება რომ გამართოთ? ტელევიზორ გათიშენ. ტელევიზორით გასაგაც. თლად გათიშენ ისა. აი, სახლი და ქობულეთი რატო? მე თვითონ ქობულეთელი ვარ. მამა ჩემი ჩვენ ხუთსუბანში ვცხოვრობთ სოფელში. მამა ჩემიც აქ არის დაკრძალული. საბამისად ბავშვები რომ დამეღუპა აქ დაუკრძალებ მამა ჩემის გვერდს. ყველანაირად მინდა რომ ჩემი შვილებთან ახლოს ვიყო. არ შემიძლია უბრალოდ პირაში 2-3 დღე მაინც რომ არ ავიდე საფლავზე. ხო, მესმის. თან ეგეთ უკვე სურვილიც არ მაქვს უბრალოდ. და ზუგდიდში რატო იყავით იმ სახლში? ზუგდიდში მეუღლეს რომ დავშორდი, იქით გადავედი, დედაჩემი იქით იყო. იქით ცხოვრობდა და იმის გამო იქით გადავედი დედაჩემთან. მერე ისე მოხდა რომ არ მქონდა საშუალება ბავშვებზე რომ ეწრუნა ნორმალურად და სოციალურმა მოვიდა ძალი წაყვანა უნდოდან ბავშვებს და ვარჩიე რომ ძალადობას და მას რომ შიმშილით არ დამხოცოდა ბავშვები ჩემინებით ჩავაბარე მინდობით აღზრდაში ჩემთვის ძალიან მტკინეული იყო მაგრამ ცოცხლები მაინც მეყოლებოდნენ და ყოველთვის ვნახავდი როცა მომინდებოდა მისვლა ხშირად ვაკითხავ და ვნახულობდი მე იმდენი ვიბრძოლე რომ დავიბრუნე ავიღერე ნაქირავებინა მოდით ჯერ მინდობით აღზრდაზე გავჩერდეთ რამდენის იყვნენ ბავშვები როცა მინდობით აღზრდაში გავუშვით ასაკით ტყუპები 2 თვის არა 4 თვის იყვნენ ნინი 3 წლის იყო თუ 4-ის სულ 5 წელი გავაჩერე მინდობით აღზრდაში ძალიან ბევრი ბრძოლა დამჭირდა იმისთვის რომ დამებრუნებია აი ძალიან ბევრი იმიტომ რომ არამ გვერდში არ მედგა არავის საერთოდ არავინ არაფრით არ მეხმარებოდა მიუხედავად იმისა რომ მართლა ძალიან ბევრს მივმართე და ხმარების თხოვნით რომ გვერდში დამდგომოდნენ ჩემი ცხოვრება არაფერს არ ნიშნავდა ამ გარეშე არაფერი არ მეხალისებოდა აი 5 წლის განმავლობაში თქვენ საცხოვრობდით რა საკეთებდით ამ 5 წლის განმავლობაში დედაჩემთან ერთად ვიყავი და ხან ხილბოსტანზე ვაჭრობდი ხან კახეთში ვენახს ვკრებდით ხა ვიცი სულ წვალობდი მუშაობდი რომ მინდოდა ისეთი პირობები შემექმნა მე შოვა რამე ისეთი რომ ბავშვები დამებრუნებინა მე რენდენი გავაკეთე რამდენი ხანი შეთხნაყოლობდით შვილებს აი ზოგჯერ იყო მომენტი რომ კვირაში 2 ჯერაც მოვდიოდი ზოგჯერ თვეში 3-4 დღე 4 ჯერაც მოვდიოდი კახეთში როცა ვიყავი თვეში 2-3 ჯერ ძლივს ვახერხებდი მოთხრას იმიტომ რომ ახლა გიცით რომ შორი მანძილია სად იყვნენ ბავშვები მინდობით აღზრდაში ისე ზუგდიდში ჭყონდიდელის ქუჩაზე ანუ თქვენ ზუგდიდში ცხოვრობდით და ისინიც ხო ისე იქ ოჯახში იყვნენ თან ისე სხვათა ძალიან კაი ხალი იყო ყოველთვის აი მართლა მადლობელი ვარ იმ ხალის რომ ძალიან კარგად ზრუნავდა ბავშვებს ფაქტიურად 5 წელი ცოტა დრო არ არის ხო და იმას განშორება არ გაუჭირდა ძალიან გეფიცებით ძალიან გაუჭირდა მართლაც და აი გუშინ კიდე დაგვირეკავი საუბრეთ აი რასაც გვია ბავშვით როგორც მე დავჭირი ვარ ჩემ შვილებს ისეთი ისიც 4 თვის იყვნენ რომ მივიყვანეთ და 5 წელს წამოიყვანეთ დიდი ბიჭები იყვნენ მისი გაზრდილები იყვნენ და
მე თვითონ ჩემი წვალებით სულ ფიზიკურად მუშაობდი, გავდიოდი, ვწყალობდი, აი დილას ავიდოდი, რამდენჯერ შუაღამეში მოვსულ ვარ. აი მართლა როგორ თქვა და ვირს არ ეკნებოდა იმდენი შრომა მე რომ მუშაობდი, არანაირ სამუშაოს არ ვთაკიდო. ფიზიკურად ოჯახებში. ოჯახებში სახლებს ვალაგებდი, ეზოში კალბარდი და ისინი რო აქვს ხალხს ბალახი რაღაცა გასატყმიდი, იმის ვაკეთებდი, თხილს ვკრებდი. აი ყველანაირ სამუშაოზე მივდიოდი, არაფერს არ ვთაკილობდი. როცა რომ იქით სამუშაო არ მექნებოდა, მეორადებს ვყიდდი რომ ანუ ხალხინა გავთარო ტოვებენ დასაცმელებს რაღაცას იგის მიღებდი იქიდან და მე $10 ვყიდდი რომ ბავშვებისთვის საჭმელი მომეტყვა და მშიერი არ მყოლოდა. მე ზოგჯერ კიდე ბაზარში ხილბოსტანზე ბტაოში ავიღებდი, დავდგებოდი და იმას კიდე ვყიდდი. აქ სოციალურს ვიყებდი 4 ბავშვზე 1000 ლარი მქონდა პლუს ამას 400 ლარი რეინტეგრაციის თანხა, მაგრამ ეს ნაქირავები იყო, კომუნალურები იყო, სულ ავათხდებოდნენ ტყუპები. წამალი გინდოდა 1000 რა არაფერში არ მყოფნი და მე ზუგდიდის დახმარების ცენტრებს ბევრს მივმართე, მერიაშიც ვიყავი, სად არ ვიყავი. აი ერთი თეთრი, რასაც ქვია, არავინ არაფრით, არც პროდუქტით, არც არაფრით, არავინ არასდროს არ დაგხმარებია საერთოდ. იცით რა არის ბავშვის მამაც? ბავშვის მამა საერთოდ ერთხელ არ მოვკითხე გალბატონ ნამკა ვაფშე საერთოდ რასაც აი ეს ტყუპების გაჩენის შემდეგ უკვე აღარ გამოჩნდა. აი ჩვენ რო დავშორდით ერთმანეთს ტყუპები იყვნენ 2 თვის რო დავშორდით ერთმანეთს და წავედით მე სოციალური რომ მართმევდა ბავშვებს იმ დროს დაურეკე რომ მეთქი ბავშვები მიყავთო სოციალურ შენი გვერდში დგომა ახლა მჭირდება მეთქი და შეგიძლია მეთქი რომ შენი შეცდომა ამით გამოასწორო მეთქი და მიდექი მეთქი გვერდში რომ ბავშვები არ წამართვან მეთქი და იმ დროს ჩვენ შვილებზე მართლა რომ ჭკუა ეკეტებოდა მე არ ვიცი რა გაუკეთეს ისეთი ჩემი შვილები არ არიანო და რაც უნდებიან ის უკნიათო არაფრით გვერდში არ დამიდგა მე რა თქმა უნდა ინანებდა მის სიტყვებს მაგრამ მე უკვე რაღა დრო იყო ანგელოზის შვილები ასე დღეში ჩამიგდო აგიზე ძალიან უმძიმდა ჩემს გარეშე ის ვერ იძინებდა ჩემს გარეშე სულ აფორი აკებული იყო იცით რა 5 წელი რა მინდობით აღზრდიდან წამოყვანა ვერ მოხერხდა იმიტომ რომ ალბათ არ აკმაყოფილებდით იმ სტანდარტს ხო რომელსაც სახელმწიფო გთხოვდა არ მქონდა საშუალება ნორმალური პირობები საცხოვრებელი საკვები აი ნეტა მეთქი მოვიდოდეს ჩვენამდე და ნეტა აი გაუზიარებდა იმ ტკივირს თუ რაც მომაყენა არა მარტო მთავრობამ და არა მარტო ამ სოციალების არ რა ვიცი როგორ თქვა აი იმ ხალხმაც სადაც ცხოვრობდი და ყველა აი ზუგდიდი აი მთელი სისასტიკით ბძულს აი გეფიცები ისე როგორ თქვა აი მინდა რომ ყველანაირად სასტიკად დაისაჯო ყველა ის ადამიანები ვინაც ასე შეიძულა ჩემი შვილები შეიძლებოდა მათი გადარჩენა მაგრამ არ დაერმეს და არ გადარჩინეს როგორ ანუ დაუჯერებელი ამბავია რომ ვიღაცა შეეძლო ბავშვს გადარჩენა აი რას ეყრდნობა თქვენი ეჭვი უბრალოდ აგერ თვითონ ნინი მოყვება უფრო და აი თქვენ თვითონ მასისამ მოდი დედიკო და თქვი არ ვიცი უნდა ნინის მოდი ჩვენ გეჭო როგორ მას თვითონაც უნდა და თქვენთან გასაუბრება მოდი ჩემთან დე ნინი ისეთი ლამაზია აი თქვი დედიკო იმ დღეს რაც მოხდა რა მეწეს ხარ ნინი 12-ის და ამ დროს უფრო დიდი მგონი ხო ცხოვრებამ გაგზარდა უფრო დიდად ნინი შენ რისი მოყოლაც გინდა ეგ მოგვიყავი შენ თუ მოყოლა არ გინდა საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა ამ გადაცემაში კი ვიტყვი ოღონდ შენ თუ გინდა არავის ხათრით არაფერი არ მოყვა მუშაობდა იმ ღამეს გაგვითიშეს ერთი ღამე გაგვითიშეს შუქი ელექტროენერგია იმის გამო რომ იმ ღამეს ვერ გადავიხადე თანხა ერთი დღე გქონდა გადაცილება და ამის გამო გათიშეს ელექტროენერგია დედა წავიდა რომ ემუშავა და მოიტანა თანხა რომ ჩაირიცხა და თან საკვებიც წამოიღო სახლში ჩვენ დავრჩით სახლში და
ჩემს ძმებთან ერთად ვიყავით და როცა უკვე ცოტა მოსაღამოდო და რაღაცა ჩემი პატარა ძმები დავაწვინე და დავაძინე, იმიტომ რომ მაგათ ყოველთვის ადრე ვაწვინე. არ მინდოდა რომ გვიანობამდე ყოფილიყვნენ გაღვიძებული. სულ აძინებდი ადრე. მერე დავრჩი და მეც ჩამეძინა, იმიტომ რომ სანთელი ამათე სიგნალის ყოველს გვეშინოდა ოთხივეს და ამათე სანთელი. დავწექით და უკვე როცა ჩაგვეძინა, მე ცალკე ოთახში ვიწექი, სამი ერთად დავაწვინე ესენი და ჩაგვეძინა. როცა უკვე გამომიღვიძა და ავდექი საერთოდ თვალი გავახილე, ყველაფერი იყო კვამში საერთოდ დაფარული, მხოლოდ ხედავდი რაღაცა ცეცხლის არის შუქს. მე ვერაფერი ვერ ვიგზენი, ქისიც გამომაღვიძა, ხელზე და ფეხზე მქონდა დამწვრობა მიღებული და სამგზავაროში მქონდა წყალი მიშვებული. თმაზე მომეკიდა და შევიდა წყალი დავისხი, რომ მეც არ მომეყო თავზე დამწვრობა და რაღაცა მსგავსი. მე უკვე ჩემი ძმა ვერ გავაღვიძე ეს. მე თვითონ ფაქტურად მძინარი გავაგდე გარეთ, რომ ესეც იმათთან ერთად ერთად შევილიყო და როცა უკვე ვეცადი რომ ერთად შეგუნებულიყავი, ჩვენმა მეზობელმა ქალმა თავის სახლში შეგვიყვანა. ხო და არ მივიშვა რომ ისინი გამომეყვანა. მე არსად არ გაგიშვებთო, თქვენ არ მიგიშვებთო. მე შემეძლო მართლა გადამეჩინა ისინი, მაშინ როცა არავინ არ შემიშვა. გამოვედით უკვე ოთახიდან და როცა მეზობელმა მთლიან კორპუსს მოსდო რომ ხანძარი იყო გაჩაღებული უკვე, გამოვედით და მეზობლები მივიდნენ, ერთი კაცი იყო მხოლოდ, ანუ რომ წყალი უნდა ჩაასხადო ვედროს ეძახიან, იქ ჩაასხა წყალი და იძახდა რომ ვედრო არ გაქვთ სახლში მეიტყენ და ბავშვებს წყალი შეასხითო. მათ შეეძლოთ გადაერჩინათ ჩემი ძმები, მაგრამ არავინ შევიდა იქ და არავინ გაბედა მათი გამოყვანა. როცა კითხეს უკვე რომ რატო ვერ გადაერჩინეთო, ანუ კვამლი იყო და ვერ შევედით. მაშინ კომანდა კიდე რომ მოსულა. ერთი საათი კიდე ვერ გავხსნიათ. ჩვენს ვიწარდული იყო, ჩვენს ვიწარდული იყო. ბავშვი ეძრა ხალიჩები გაეშალენ არ მატრასები რაღაცა გადმოხდებოდნენ ბავშვები. და ინვალიდებოდნენ, ცოცხლები მაინც მეყოლებოდნენ და ინვალიდებს ხომ მოუვლიდი. მაგრამ ესეც არ გააკეთეს, იდგნენ და ვიდეოებს იღებდნენ. შემაგვიანდა მას ტელეფონი მქონდა დატოვებული, სხვისი ტელეფონით დაურეკა, რომ ტელეფონი გათიშული იყო, რომ შემაგვიანდა არ ინერვიულოთ ბავშვმა მეთქიდა. მეთქი შუქი რომ არ გვაქვს ტელეფონი დაუშდა ალბათ და იმიტომ გაეტიშა მეთქი. ალპური აქტი გამოვისმენე ვერანაირად სამოვედი ტაქსი გამოვიდა და მოვედი რომ უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი და საშინელი სისასტიკე დამკვდარა საცკვია. გადაშავებული იყო კალკი და ყველა აჯანყებული მე მასწრებოდნენ რომ შენი შვილებიო ცეცხლში დაიწვენო და იყოცენო და შენ აქ რაღაცო მოხვედი რა გინდაო. აი ყველა საზიზღურად, ყველა სიზღით, ყოველთვის ვერავინ ვერ ეტანდა როგორ აი მაცამეთ რომ ღარზე არ მქონდა ენა გადაკეთებული 24 საათი ბირჟაზე რომ არ ვიდეკი, არ ჭორიკნობდი ამა იმაზე ენებს რომ არ ვატრებდი, ამას ვერ ტანულობდნენ ალბათ, სხვა ახლა საქმე ვერ ყოფილო. სულ გასული და უმუშავდი მისთვის რომ ბავშვები საჭმელი არ დამეკლო რა, არაფერი. ყველანაირად ბავშვები ეზოში ჩავიდოდნენ სადამაშოდ. სულ რაღაცნაირად ზიზღით უყურებდნენ ბავშვებს, სახლში ადით ვერ ტანულობდნენ, სხვა ბავშვები რამეს დააშავებდნენ და ჩემ ბავშვებს აბრალებდნენ ყველაფერს. ყველაფერში ქრისტინას ბავშვებმა აკრეს, ქრისტინას ბავშვებმა აკრეს. ვერ დაგიხმარები ვერაფრ. რატომ? არ ვიყავით იმ პერიოდებში მაგ მე არ მაინტერესებს იმ პერიოდში ყავით, თორემ მე მაინტერესებს ზოგადად ოჯახის. ეხლა მოვედით არ ვცხოვრობდი და ისინი რო იყვნენ ისეთ პერიოდებში არ ვცხოვრობდი ბავშვები რო იყვნენ სამსახურში. როგორ გამარჯობა. როგორ მე მითხრეს რომ კარის მეზობლები კარგად ხო და იცნობენ. ტყუილი ინფორმაცია მოგაწოდათ თქვენ ვინც გითხრათ მაგან. და იმას ვინც გითხრათ მაგასთან მიბრძანდი და იცოდინები.
და რატომ ხართ არ გაღიზიანებული? გაგიზიანებული. ხო და უთხარით რომ ვინც რა მოგიშვა ჩვენთან მაგასთან მიდი და ეკითხეთ მაგას. კარგად ზანდება. მაღაზია? ნანუკა. ეხა ის გასწია გეხვეწები რა. გამოიწეთ თქვენთან გამომაგზავნა მე გეტყვი რატო ვარ გაბრაზებული. შენს დასწია ძმურად გაიწეთ თქვენ. აი ხალბატონო თქვენთან გამომაგზავნა. მე არაფერი. კი, მაღაზიის გამყიდველთან ჩადიო. არა, მე გიორგის ვიცავარ არაფერი არ ვიცი. გიორგი ვინ არის? აბა, ერთი რაღაცა ერთი რა იქნება. ერთი წამით მე ჯერ ჩვენ საქმეს ვაყენებ და მე. ძალიან კარგი, ერთი რაღაცა უნდა გითხოთ ერთადერთი მოინტერესებს. თქვენთან თუ ქონდა ამ ქალს ნისიების როლი? კი, მაგრამ გადახდილი ხონდა. ვინ გადაუხადა? თვითონ იხდიდა სოციალური როქონდა. სოციალური დროს იხდიდა. აი ამ ამბამდე ერთი დღით ადრე 50 ლარი გთხოვათ დენის გადასახადი? არა, აი გთხოვულებდა, მაგრამ აი იცი ქალბატონო ნანუკა მეზობლებმა მაგარი დახმარება გაუწევს და აი Facebook-ში რო წერს ხალხი, აი ეს ხო და აი რაში გაუწიეთ გადახადი? ყველაფერში, საჭმეში, სასმეში, ყველაფერში ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. მეზობლები. 50 ლარი გთხოვათ დენის? არა, ჩემთვის არა. ერთი დღის ჩაჭრილი იყო მაშინ შუკი. არა, სხვა მისგან რამდენი რაღაც დრო მაინც გაცადათ რამე რო აი რაღაც თუ პირველ. არა, არც უთქმია, ეგრე მოვიდა და ჩაჭრა, არც გაუფრთხილები ვარ და არც არაფერი. საერთოდ აზრზე არ ვიყავით, რომ დღეს შუქ ჩაჭრიდა. ალბათ იცოდნენ რომ სოციალურად თუ არ იცოდნენ რომ სოციალურად დაუცველები და ფინანსურად. ყველაფერი იცოდა ეგ საერთოდ თელმა ბუკიას ქუჩამდე თელმა ზუგდით მაიცოდა. აი მეზობლები რომ დაგხმარებოდნენ? მეზობლები ისეთ უთხარი თხოვე და ხმარება თან გავთხოვე მეთქი მესას ხედქო ხვალამდე და მაგალითადვის. აი იქ მაღაზიაში მუშაობს კალი იმასაც ხო შეეძლო რომ მოეცა თანხაზე ტყვას და დილით მიბძენ. უნდა ცოდნოდა იმ ქალს. ხო იცოდა? როგორ არ იცოდა? ვის თხოვა? არ ვიცი. თქვენს გარდა მაღაზია არის აქ, იმიტომ რომ მაღაზიის გამყიდველს თხოვა. ისე დამიბარა იმან Excel-ში რომ მუშაობა იმ კაცმა ერთი 3 დღით უკან რომ შულს გაუჩიშავთო თუ ვერ გადაიხადაო. ვერ გადაიხადა. სოციალური აიღო რაღაცა და ვერ გადაიხადა მაშინ შუქი გამოვუწე იმ კაცმა ხო მასკნა და რა ვიცი. ხა ნუ როგორ შეიძლება იმის ისი როგორი მიჩვეულები იყვნენ ჩემთან მაგრად. სიტყვებს ვერ გადმოვცემ ისეთი. აი ჩემი ბიჭი თბილისში ფეხბურთელია და იმ საღამოს გავაცილე და აი ასე შევხვიეს ხელები და გადაკოცნეს და გიორგიო გთხოვთო ბურთი ჩამოგიტანე ორო ჩამოხვალო და ახპირდა ჩემი შვილი ორივეს ბურთებს ჩამოგიტანთო. ისეთი კეთილი ბავშვები იყვნენ. და ანუ თქვათ რომ მეზობლები სოლიდარობას უცხადებდნენ ამ ოჯახს. კი, როგორ არა. აი როგორ გონიათ ესეთი ამბები, რისი ბრალია აი ეს რომ მოხდა? აი ვის ბრალეულობას ხედავთ თქვენ? გონი ბავშვებს სანთელი დარჩათ. კი, მაგრამ აი თქვენ ვის ბრალეულობას ხედავთ აი იმაში რომ ოჯახს არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ 50 ლარი გადაიხადოს და ოჯახის შულები უნდა დატოვოს მარტო, იმიტომ რომ ხალი ფიზიკურად მუშაობდა ის ხალი და დატოვა ხო? ხო და აი ვისი ბრალია როგორ გონიათ თქვენ ესეთი ამბები? ბავშვებს აი შეცდნენ გონი ბავშვები რომ შუქი არ ქონდა და სანთელი დარჩა ბავშვები და მოიკიდა წეც. ანუ თქვენ ამბობთ რომ ბავშვი რომელსაც შუქი არ ქონდა და სანთელი დაანთო ეს შეცდომა? შეცდომა ბარა. შენ ხარ საოცარი გოგო იცი ხო? შენ რომ არ ყოფილიყავი ხა შენიც მოცხომარი იქნებოდა ცოცხალი. შენ ანუ წარმოუდგენლად გმირი გოგო ხარ და მართლა რა საოცრება გააკეთე უბრალოდ წარმოიდგინე მთელი ცხოვრება უნდა იცხოვრო ამ ფიქრით რომ შენ შეგეძლო შენ ძმების გადარჩენა უბრალოდ ვერ მიხვედი იქამდე თორე რომ ისულიყავი და გინდოდა რაც თავარია არ შეგეშინდა და როგორი მამაცი ხარ რომ იბრძოლე ბოლომდე შენი ძმებისთვის და შენი ძმა გადაარჩინეთ მთელი ცხოვრება უნდა იცოდე რომ შენი ძმა რომ ცოცხალი ეგ არის შენი დამსახურება ხო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ იცოდე სულ ამითი უნდა იფიქრო მე თავისიდან აჭაულებდა მივიყო რომ მეორე არ ჩამძინებოდა არ მოხდებოდა ეგ ხომ არავინ არ ვიცოდით რომ რამე მოხდებოდა თორე იმ დღეს რომ მაგი მოხდებოდა მწოდრო და მეც ხო არ წავიდოდი სამუშაოზე ეს ამბავი რომ მოხდა მე მათხოვრობდენო ყოველთვისო ჩემი ბავშვების მათხოვრობა არ არსებობს საერთოდ არასდროს არ ყოფილა ეს ჩვენ ცხოვრებაში რომ ჩემ შვილებს ვინმესე რამე მოეთხოვა თუ ხალხი მათი სურვილით ან ლარს ან ორ ლარს აჩუქებდა რომ კამპეტი იყიდია რაღაცა ეგ იყო და
მე იც რა უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ცოტა რთულად დასაჯერებელია, რომ ვინმეს ბავშვის გადარჩენა შეეძლო და არ გადაარჩინა, ალბათ ვიღაცამ ვერ გარისკა, ალბათ ვიღაცამ ვერ შევიდა, ვიღაცა შეეშინდა, თორემ მე არ მჯერა, რომ ამ სამყაროში არსებობს ადამიანი, რომ ბავშვის გადარჩენა შეეძლო და არ გადაარჩინა და მე როგორც ხალი, როგორც დედას გირჩევთ, რომ ამ დაჯერებით თქვენი შვილები არ გაზარდოთ. თქვენ შვილებს არ დააჯეროთ ის, რომ ვიღაცას ამ სამყაროში შეეძლო მათი ძმების გადარჩენა და ალბათ რაღაცა ყველას ხო ჩვენი შიშები გვაქვს და ალბათ ვერ ქნეს, ალბათ შეეშინდათ, იმიტომ რომ ხა ალმოდებულ სახლში შესulis გაბედულება ყველას არ აქვს და მე მინდა მჯეროდეს, რომ ეს იყოს შიშის მიზეზი. მე 15 წუთი აივანზე იდგნენო ბავშვებიო და შველას ითხოვდნენო, ხომ შეეძლენ კვევიდან ან მატრასები დაეგვენ, ან ხალიჩა გაეპინათ, ან რაღაცა. ხელი მოტყდებოდათ, ფეხი მოტყდებოდათ და იმვალდებოდნენ, ცოცხლები ხომ მაინც იქნებოდნენ. ჩემ გვერდით ხომ იქნებოდნენ. ესეც რამდენადაც ნიშნავს ჩემთვის, ხომ შეიძლებოდა ელემენტარული რამის გაკეთება. იმის რაც რომ დახმარებოდნენ და დახმარება მოეჩინეს რომ მომედი გამწარებულ დედას ლუგაშის მაგივრად. რა გინდა შენი შვილები დაიცვენო ნაგლად მაღალებენ ფეში ეს ადამიანობა ამას ადამიანი ვის უნდა უწოდო იქ დანდობა არის კალმა კალს ესე როგორ უნდა მოექცეს ბოლოს საქართველოში ვარ მართლა ქართველს არინდობს და უცხოელს როგორ უნდა მოთხოვო დანდობა ყველანაირად დაუნდობლები ყველანაირად ნაგავში აღებულ ტანსაცმელი გამგობდა და იმას ვყიდდი. ნაგავში აღებულ ტანსაცმელს ვყიდდი. აქ როგორ ხარ თქობულეთში? აქ აი ყველა პატივცემს მართლა ყველა გვაფასებს და რა ვიცი აი ყველა ცდილობს რომ გვერდში დაგვიგეს და დაგვეხმარო შეძლებს დაგვარათ და პირიქით ყველა სიყვარულს გამოყატავს ჩვენს მიმართ. თუ ამას სიბრალური თუ კი არ ვიცი მაგრამ ის სიბრალურიც რატომღაც იმდენად სასიამოვნოა ჩვენთვის გეპიცები რომ აი 34 წლის ვარ და ასეთი სიტყვი არ მიგწვია არასდროს. რამდენი წლის ხარ? 34 წლის. ჩემთვის არასდროს არ ყოფილა ერთი დღეც ისეთი რომ მე სალერვიულო სადერდებელი არ მგონებოდა. ზუგდიდში გატარებული ყოველი დღე ჩემთვის იყო ჯოჯოხეთი რასაც ყია, მაგრამ ვერ ვტოვებდი ზუგდიდს იმიდან გამომდინარე რომ ჩემი შვილები იქ იყვნენ. დავუძახებთ მოღალატეს ხახნო კი ბრნელა მაგრამ ჩემი ხმახმო გესმით გამარჯობა როგორ ხართ სასიამოვნოა კარგად ვიყო ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნოა დავწყოთ ის მეორე ხომ მოგვიყევით ამ ადამიანზე წლების წინ ანუ თურქეთში დაბადებულ გაზრდილ ადამიანზე რომელმაც ქართული ენა ბოლომდე შეინარჩუნა პირიქით სხვებს უსასყიდლოდ ქართულს ასწავლიდა აი ამ ადამიანზე რომელიც ამ ქვეყანაში ჩამოვიდა და ამდენი ხანი ითხოვს ორმაგი მოქალაქეობას იმიტომ რომ უნდა რომ ამ ქვეყნის ნაწილი იყოს თურქეთში დაიბადა და გაიზარდა იქ მიიღო უმაღლესი განათლებაც და პირველად საქართველოში ჩამოვიდა 90-იან წლებში, როცა თვითონ იყო 22 წლის. მაშინ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ახალი დანგრეული იყო. ოჯახის წევრები ეთნიკურად ქართველები არიან, მეუღლეც ქართველი ყავდა, იქაური ისე. ქალიშვილი ყავს და ქალიშვილს თამარი დაარქვეს. უბრალოდ რატომ მოხდა თურქეთში მათი ყოფნა? აი ეს რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ იზოლებით გადასახლებული ქართველების შთამომავალია თემური, როგორც თვითონ ამბობს, მეოთხე თაობის წარმომადგენელია. მისი ოფიციალური სახელი არის გაფარ ილმაზ, რა თქმა უნდა, თურქული კანონმდებლობით მათ არა აქვთ უფლება, რომ ქართული გვარები ატარონ. და პრობლემა იყო გვარების შენარჩუნა. თემური ყვებოდა რომ ბაბუა დაგვაჯენდა და გვიყვებოდა აი ქათამაძეები ვართ ჩვენ ბებია ჯინჭარაძე ყავდა და თვითონ აი ბებიას აღმერთებს. ბებიამ გამზარდაო. ბებიამ მასწავლა ქართული ენა. დიახ, თურქეთში რა თქმა უნდა. ბებიამ იმზადებდა ქართულ კერძებს და ესე იგი თუ შემადარა ბებიას, რამდენჯერმე თქვა რომ საჭმელი ბებია რომ მიკეთებდა. ისეთვე ეს არის
უმაღლესი დონის კომპლიმენტი იმდენად მართლა აღმერთებს იმ ქალბატონს. საქართველოში როგორც თქვი ჩამოდიოდა და მე უკვე 13 წლის წინ ჩამოვიდა იმისთვის რომ ებრძოლა ქართული თვით შეგნების შენარჩუნებისთვის იმ ქართველებს შორის ჩვენებურებს რომ უწოდებენ თურქეთში მცხოვრებ მისი უდიდესი გულისტკივილი ის არის რომ ახალგაზრდა ქართველები ეთნიკური ქართველები ქართულად არ საუბრობდნენ თავიანთი ფესვები დაავიწყდათ უკვე თითქმის ანუ ამ თაობას თუ ახსოვთ ბებია ბაბუა ვისაც ასწავლა ახალგაზრდებს უკვე არ აინტერესებდა თემურის ხედვა იყო და არის ისეთი რომ როქონოდათ იმედი იმის რომ საქართველოში მიიღებდნენ საქართველოს მოქალაქეობას იმ ქართულ ენასაც ისწავლიდნენ мотиваცია მოეცემოდათ ჩამოვიდოდნენ კულტურას გაეცნობოდნენ და ამისთვის ანუ ქართულად უნდა იგრძნო თავი და რაღაცა ქვეყანას უნდა დაგეხმაროს ამაში და ეს ხელშეწყობა ვერ ნახეს ამაზეა საუბარი ზუსტად და მას თვითონ რამდენჯერმე უთხრეს უარი მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგად იცის საქართველოს ისტორია კანონმდებლობაც კარგად იცის იმიტომ რომ აუცილებელია მოქალაქეობის მიღებისთვის და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დიახ. ყველა გამოცდა ჩააბარა და უმაღლესი ქულები მოიპოვა, მაგრამ მაინც არ მიენიჭა და ძალიან ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ ჩემთვის იმდენად არ მჭირდება საქართველოს მოქალაქეობა, უნდა შექმნა პრეცედენტი, რომ ჩემს უკან მილიონი ქართველი აქვს თურქეთში მცხოვრები. და მე უკვე თურქეთში მცხოვრებ ქართველებს დაემატა ფერენელების და ჰერელების, იმიტომ რომ მათი უფლებებიც ილახება. ჰერელები საცხოვრობენ. ჰერელები აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური ქართველები არიან. და როგორც გაირკვა, იქ სერიოზულად ილახება მათი უფლებები. იქაც გვარების ტარებას უგზავნებენ. რამდენადაც ვიცი თემურისგან, მე თვითონ არ წამიკითხავს რაიმე ინფორმაცია. აი ამ ბრძოლაში იყო ჩართული ამ დღემდე, მისი ოცნება იყო. ესე იგი თურქეთში როცა ეკითხებოდნენ იქაური ქართველები თავიანთი გვარების შესახებ, უკვე არ ქონდათ ინფორმაცია, ან თქვათ რა სოფლიდან იყვნენ წასული მათი წინაპრები, ინფორმაცია არ იძებნება, არ არის კვლევა გაკეთებული. არ არის კი არა და არ იყო. იმიტომ რომ შარშანწინ აი ზღაპრებში რო იტყვიან, ჩაიცვა რკინის ქალამნები და წავიდა 900 იქით, მართლაც ფეხით აქვს მოვლილი აჭარის ყველა სოფელი. უხუცესებს ხვდებოდა, იწერდა. ეს ინფორმაცია ბანკი შეექმნა. დიახ, რა გვარის წარმომადგენლები წავიდნენ ამა და იმ სოფლიდან, რო თურქეთში რა სადაც დასახლდნენ. და ამ ინფორმაციის სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ინფორმაციის წყაროები. ეს არის საქმნიშნულო. და სანამ ეს აქციები დაიწყებოდა, ამ ინფორმაციის გაფორმებით და გასაჯაროებით იყო დაკავებული. აქციებზე ყოველ დღე იყო. და მეც მის გვერდით ვიყავი გაზაფხულის აქციებზეც და ახლაც კომენტარებში ხშირად ვკითხულობდი, რომ ეს თურქი ვინ არის გავაძევოთ და გინებაც რა თქმა უნდა. უკვე გასაგები იყო, რომ ეს არიან აი ეგრეთ წოდებული ბოტები, ტროლები. მოქალაქეობის არ მინიჭების თაობაზე საჩივარი შეტანილი სასამართლოში და ეს სასამართლო დავა 5 წელია მიმდინარეობს. ნუ სამართლებრივად ვერანაირად ვერ მოერივნენ ამ ადამიანს და დრო იხელთეს 11-ში საღამოს. ხო ზოგადად ასე იცნობენ მას. ბაბუ საქართველოს დროშით ესე ეძახიან. მე დროშე ბაბუ. გააფორმეს როგორც დაუმორჩილებლობა. ამ დროს პოლიციელი ართმევდა, აგლეჯდა დროშას ხელიდან და შეურაცხყოფელი სიტყვებით მიმართავდა. და დროშას არ აძლევდა თავისთავად, ხო, ეს მისთვის სული დაგული აღჭადებული ამ დროშაში. და ეს დროშა, რომელიც შემდგომ პოლიციელმა გადატეხა დროშის ტარი და ციც დააგდო. ხელფეხზე თრევით და თმებით შეათრიეს სამართველოში, რაც იქაც თურმე ეს მე არ ვიცოდი, მე წერილი რომ გამოგზავნა ადვოკატის მეშვეობით. იქაც აღწერილი რომ 10 წუთის განმავლობაში 10-მა პოლიციელმა მცემაო. ეს არის უკანონო დაკავება. უკანონო დაკავება არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს ჩემი დაკავების და გაძევების
საქართველოს კანონმდებლობით მე ვერ გამაძავებენ, იმიტომ რომ მე როგორც უცხოელი ჩემს შესახებს მიმდინარეობს საქართველოში სასამართლო. თუ ჩემი დეპორტირება მოხდება საქართველოს კანონმდებლობის მოხდება. სხვანაირად არა. ну ხო ეს ჭაღარა ადამიანი რომელიც უბრალოდ საქართველოს ხო და ასეთი გულანთებული პატრიოტია მისი იდეალი არის ახმედ მელაშვილი და სულ მისი ვაკერია პირზე მისი სახელი რომელიც 70-იან წლებში მოღვაწეობდა მართლა აი ბათუმის ერთ-ერთი ქუჩა ატარებს მის სახელს და ახმედ მელაშვილი მოკლეს ულტრანაციონალებმა თავის საქმიანობის გამო და ბოლოს რო შევხვდი მეც ალბათ ასე დამემართება თუ ჩემი ქვეყნიდან გაძევება მოხდება მე ისე აღმზარდეს ოჯახში რომ სულ მეუბნებოდა მამაჩემი ოჯახი და გვარი არ შეარცხვინო. ну ეს ჩემთვის იყო რაღაცა იდეალი, ხო? მოტო. და მე მგონი დგებუაზემა უნდა მოითხოვონ რომ ამ ადამიანმა გვარი შეცვალოს. იმიტომ რომ იმ ხელა ლაქ არის საგვარეულოზე მე არ ვიცი ესე იგი არაფერს ცემს პატივს არც ქალბატონს, არც ჭაღარას, არც ქრისტიანულ წესებს, არ დაწერილ კანონებს, არ დაუწერელს. არ ვიცი რა. კი, აბსოლუტურად გეტყვი. ახალგაზრდა სიმპათიური ადამიანი ფიზიკურად და სულიერად სრული სიმახინჯე, არ ვიცი რა. და ფსიქიკურად არ არის მე მგონი ეს გაწონასწორებული, იმიტომ რომ იმ საღამოსაც იმ ზია საღამო ძალიან დააშიშლა კი. ვხედავდი იმ საღამოსაც და მეორე დღესაც ვხედავდი, როცა ინტერვიუს აძლევდა. და ის ნიღბები აქვს რა არაერთი ნიღაბი აქვს ამ ადამიანს ხო აი მზიას ამბავმა ძალიან გააშიშლა რა როგორც ის აფეთქდა ის ძალიან გაშიშულდა რომ მისი ნერვული სისტემა აშკარად არ შეესაბამება მის თანამდებობას აშკარად თანამდებობისთვის შეუსაბამა ორმეს მადლობა ძალიან სასიამოვნო ხართ